მოსამართლეს ზვია ჩარაძემ წულუკიანის კომისიაზე არ გამოცხადების საქმეზე ლელო ძლიერი საქართველოს ლიდერების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პროცესი 23 ივნის გადადო. სავარაუდოდ ჩარაძე განაჩენს სწორედ ამ დღეს გამოაცხადებს. დღევანდელ ხომაზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. პროცესს თავად ბრალდებულები პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდნენ. საქმეში წევს შესაბამისი წერილი, სადაც წერია, რომ ბადრი ჯაფარიძის მიწვევის თავზე გადაწყვეტილება არ მიღებულა კომისიის ხდომაზე, მიღებული იქნა სამუშაო შეხვედრაზე და შესაბამისი მოთხოვნა კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერით გაეგზავნა მოსაწვევ პირს. მაგრამ ის გარემოება, რომ მან მიიღო წულუკიანის ხელმოწერით შედგენილი დოკუმენტი, დასტურდება იმაში, რომ 2020 წლის 25 მარტს 3:23 წუთზე ბადრი ჯაფარიძემ სოციალურ ფეისბუქში გამოაქვეყნა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ იბარებდნენ დროებით საგამოძიებო კომისიიდან და ასევე უთითებდა იმ თემას, თულაზეც იბარებდნენ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით. კომისიის ხდომა თუ არის შეკრებილი, კომისიის ხდომის გარეშე თუ შენობენ, მაშინ სად არის? რაიმე ბირჟა არის და ბირჟაზე ესეთი გადაწყვეტილებები მიიღება. კი, ბირჟაზე მიიღება ზუსტად ესეთი გადაწყვეტილებები, ორღობის ბირჟაზე მიიღება ესეთი გადაწყვეტილებები, რითაც დღეს ჩვენ დაცვისყრებს ბრალი არ წარყენებული. ამ ყველაფერზე რომ მსჯელობ, ეს არის სასამართლოს და სამართლის შეურაცხყოფა. მე მესმის რომ კუთხეშია პროკურატურა. მე მესმის რომ მას სამართლებრივად არანაირი არგუმენტი არ აქვს და დღეს მესმის რომ სამართლებრივად პროკურატურას ხალხმა უწევს თქმა რომ მე რა რომ დარღვეულიაო და დარღვევითაა ეს ყველაფერი წარმოდგენილიო. არაფერი ამას მნიშვნელობა არ აქვს. ამას გვეუბნება ხალხი. იმიტომ რომ იციან მსგავსი და არაფერი არ არსებობს საქმეში. ახლა მე ვთქვი და დავიწყე. ჰაერზე არ ვთქვა ბატონო მოსამართლე. მე ვთქვი რომ სამართლებრივი დევნა ამ საქმეში. მეტი რა შეიძლება ამის დასტური იყოს, რაც ახლა პროკურატურამ ისაუბრა მასთან დაკავშირებით. არაფერი არ აქვს საქმეშიო. მტკიცებულება არ აქვს საქმეშიო. ოქმი არ შედგენილაო. სხდომისა რა ქვია ხელმოწერილი არ არისო. რაღაცა შედგაო ისა რა ქვია სამუშაო შეხვედრა რომელსაც არ ითვალისწინებს საერთოდ ეგრეთ წოდებული ეს დებულება, მაგრამ დაუშვათ რომ სამუშაო შეხვედრა დავარქვა. ამ სამუშაო შეხვედრის არც ხელმოწერილი, არც ოქმი, არც ვინ მონაწილეობდა, არც სად შედგა. მაშინ გამარკვიეთ სად შედგა ეს სამუშაო შეხვედრა. სვამ კითხვას და მიპასუხოს პროკურორმა წარმოადგინოს დოკუმენტი. სად შედგა ეს სამუშაო შეხვედრა და ვინ მონაწილეობდა ამ სამუშაო შეხვედრაში. ეს თუ იცით მაინც, სადმე ბუნებაში შედგა, სადმე სახინკლეში შედგა. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე წულუკიანის საგამოძიებო კომისიის ხდომაზე ახსნა განმარტების მიცემისთვის დაიბარეს, სადაც ისინი არ გამოცხადდნენ. ამის შემდეგ მათ ბრალი წაუყენეს სასამართლომ კი აღკვეთი ღონისძიების სახით 50,000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა თანხა კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 359 მუხლით წარუდგინეს, რაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს, რაც ირჩება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე.